მოგახსენებთ, რომ ამ რამდენიმე დღის წინ განცხადება გაკეთა მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, რომ საქართველოში იქნება ანტიალიეური რაღაცა პოლიგონი, იმიტომ რომ ჩამოდიან აქ ოპოზიციის წარმომადგენლები და ქვეყნის წინააღმდეგ რაღაც გარკვეული შეთქმულების გარკვეულ პოლიგონად იქცევა საქართველო და მან დაადანაშაულა და ნაციონალური მოძრაობის წევრება საქართველოს ხელისუფლება, რომ ისინი ახორციელებენ აზერბაიჯანის წინააღმდეგ გარკვეულ ქმედებებს. უკვე ნათელი ხდება თუ ვინ იდგა ბაქოში საფეხბურთო მატჩის ინციდენტის უკან, აგრეთვე სომხური ეკლესიის წინ მომხდარ ინციდენტის უკან, ამის თქმის ვარაუდს გვაძლევს ის ფაქტი, რომ ფაქტიურად ყოფილი პრეზიდენტი ადანაშაულებს ქვეყანას ისეთ ქმედების განხორციელებაში, რომელმაც შეიძლება ჩვენ ძალიან დიდი პრობლემები შევქმნას. ეხლა, როდესაც უკვე დაწყებულია საომარი მოქმედებები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის და ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი თავის ქვეყანას რეალურად უბიძგებს იქითკენ, რომ აი ამ ქმედებებში, აი ამ თავისი განცხადებებით რაღაც პრობლემები შეუქმნას, ეს არის ყოველად უპასუხისმგებლო განცხადება და არაფერი არ დგას ამ განცხადებების უკან, რომ რეალურად ეს მართლა სიმართლე იყოს, იმიტომ რომ რაღაცა გარკვეული ინციდენტის, რომელიც მოხდა იქ ბაქოში და რომელიც დაიგმო ხელისუფლების მიერ დღეს სააკაშვილს სურს, რომ ეს ინციდენტი, აგრეთვე რაღაც სხვა რაღაც გარკვეული ქმედებები, თურმე აქ ვიღაცები ჩამოდიან ოპოზიციის წარმომადგენლები და საუბრობენ იმაზე, რომ რაღაცა აზერბაიჯანის ხელისუფლებას პრობლემები შეუქმნან, ეს არის საქართველოს ოფიციალური ხელისუფლების პოზიცია. ეს არის სრული აბსურდი და ყოველად უპასუხისმგებლო განცხადება და სწორედ ამიტომ არის ეს ადამიანი დასაპატიმრებელი, რომ ჯერ კიდევ ხელისუფლების პერიოდში ის საკმაოდ სერიოზულ პრობლემებს უქმნა ხელისუფლებას და დღეს, როცა ის უკვე აღარ არის პრეზიდენტი, უარეს აკეთებს კიდევ ხელისუფლებისათვის, იმიტომ რომ თქვენ კარგად მოგეხსენებათ, როდესაც ჩვენი მოკავშირეა აზერბაიჯანი და სტრატეგიული მოკავშირეა, რომ ასეთი ინფორმაციების გავრცელება საკმაოდ საზიანოა ხელისუფლებისათვის და ქვეყნისათვის და არაფერი ამას არ უდგას აირი გარკვეულწილად საფუძველი ამ განცხადებას არაფერი არ აქვს რეალობასთან და ყოველად გაუგებარია მისი და ნაციონალური მოძრაობის ეს პოზიციები და ეს განცხადებები. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამ კარგად უნდა გამოიძიოს ის, რაც მოხდა ბაქოში, იქ რაც მოხდა სომხურ ეკლესიასთან, იმიტომ რომ ძალიან რთული კი იქნება ამის გამოკვლევა, მაგრამ ვინაიდან პრეზიდენტმა ოფიციალურად განაცხადა, რომ რაღაცა ჩვენ რაღაც პრობლემებს ვუქმნით და ამის არაფერი მსგავსი რამ არ მომდინარეობს. ამიტომ ვფიქრობ, რომ შესაძლებელია ბაქოში მომხდარ ინციდენტი სწორედ მის მიერ იყოს ინსპირირებული და აგრეთვე აი სომხურ ეკლესიასთან მას სურს გარკვეული პრობლემების შექმნას, გადავყიდოს ქვეყანა, ოღონდ თვითონ ხელისუფლებაში დაბრუნდეს. აი ამის რეალური საფუძველი არსებობს აი ამ პოზიციის დაფიქსირებისა. და რაც შეეხება უშუალოდ სააკაშვილის ბრალის წაყენებას და აი ამ სპექტაკლს, რომელიც ჩვენ ვიხილეთ გუშინ წინ აი კოდუოს განცხადებასთან დაკავშირებით, უნდა ვთქვათ, რომ სააკაშვილს სურს, რომ გარკვეული ფონი შექმნას იმისათვის, რომ აი იმიტომ შეიჭრენ ისინი იმედში, იმიტომ დაარბიეს მათ 7 ნოემბერს აქცია, რომ მართლა მზადდებოდა სახელმწიფო გადატრიალება და ეხლა რაღაცას აპრებს ყვებიან, თითქოს რაღაცა ადამიანების ლიკვიდაცია იგეგმებოდა და რაღაც ამისთვის უნდათ, რომ ხალხი გამოიყვანათ, ხალხი ისედაც საკმაოდ ბევრი იყო გამოყვანილი, რა საფუძველი ჭირდებოდა კიდე ხალხის ემოციებზე სათამაშოდ ვერ ხვდები, იმიტომ რომ პირიქით იმჟამინდელმა ლიდერებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ხალხი დაშლილიყო და პატრიარქთან მივიდნენ და პატრიარქმა მოუწოდა ადამიანებს, რომ დაშლილიყვნენ. მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ რეალურად არ განვითარებულიყო პროცესები ხელისუფლების საზიანო. ამიტომ გაუგებარია მისი ეს განცხადება და მე ვფიქრობ, რომ დღეს, როდესაც არის საუბარი ზოგიერთების მხრიდან, რომ რაღაცა სააკაშვილის მიმართ ვერ გატარდება ის ღონისძიებები, ანუ ძებნასთან დაკავშირებით და ანუ ამ ხრი პრობლემები არ შეექმნება, მას ეს არის სრული ნონსენსი, იმიტომ რომ პატიმრობა შეფარდებული აქვს მას, შემდგომი პროცედურა არის კანონმდებლობის თანახმად უკვე საერთაშორისო ძებნის გამოცხადება, რა თქმა უნდა სააკაშვილს აქვს შანსი, რომ გარკვეულწილად მოიპოვოს რომელიმე ქვეყანაში პოლიტიკური თავშესაფარი, მაგრამ თუ კი ძალიან ნათელი იქნება იმ დანაშაულებებში ჩადენა მის მიერ და გამოხატული იქნება ეს ყველაფერი, საკმაოდ გაუჭირდება ალბათ რომელიმე ქვეყანას მას მისცეს პოლიტიკური თავშესაფარი, იმიტომ რომ თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ არა მარტო 3 ეპიზოდზეა საუბარი, არამედ არის რამდენიმე ეპიზოდზე კიდე საუბარი, რომელსაც უახლოეს პერიოდში მას წაუყენებენ ბრალს, უბრალოდ
გამოძიებას კონკრეტული მტკიცებულებები ქონდა უშუალოდ აი ამ ეპიზოდებთან დაკავშირებით ახლა და მე ვფიქრობ რომ დღეს სააკაშვილის პატიმრობაში არ ყოფნა უფრო მეტი დანაშაულია, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ადამიანი აკეთებს განცხადებებს აზერბაიჯანთან დაკავშირებით და სხვა უშუალოდ იმ უკრაინასთან დაკავშირებით, რომ თვითონ ჩვენ უკრაინას არ ვეხმარებით, რა უნდა გააკეთოს ახლა სახელმწიფომ, რა უკრაინაში ხა ჯარი ხო არ უნდა გავაგზავნოთ ჩვენ რა. აი რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ იმისათვის, რომ რეალურად ჩვენ გამოხატულია პოზიცია, დაგმობილია ის ქმედება, რასაც ახორციელებს რუსეთი, ამიტომ ეს ადამიანი ცდილობს, რომ ეხლა უკრაინას გადავყიდოს, აზერბაიჯანიც გადავყიდოს და რეალურად იმას ახორციელებს, რაც აქამდე ვერ განახორციელა პრეზიდენტობის დროს. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს ადამიანი საშიშია ეხლა უფრო მეტად, იმიტომ რომ როცა ხელისუფლებაში იყო, ამგვარი განცხადებები მისგან არ იყო, იმიტომ რომ გარკვეულწილად ეტიკეტი მოითხოვდა იმას, რომ ესეთი განცხადებები მის პრეზიდენტად როგორც ყოფის პერიოდში არ გაკეთებულიყო და ეხლა რახან მას არ აქვს რეალურად ეს საპრეზიდენტო ძალაუფლება აკეთებს ასეთ განცხადებებს. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ოპერატიულად უნდა დაიწყოს ამაზე მუშაობა, აგრეთვე უნდა დაყადაღდეს მისი მოძრავი, უძრავი ქონება, ანგარიშები, იმიტომ რომ კარგად მოგეხსენებათ, უამრავი ადამიანი ხა დაზარალებულად იცნო და იმისათვის, რომ ეს დაზარალებულებმა შემდგომ აქვთ უფლება მორალური ზიანისთვის მოითხოვონ გარკვეულწილად სარჩელი შეიტანოს სასამართლოში, უნდა მოხდეს მათ დაკმაყოფილება. ამიტომ სააკაშვილს, რომელსაც დიდი ალბათობით ოფშორულ ზონებშიც აქვს ანგარიში გახსნილი, აქვს საკმაოდ სოლიდური ქონება დაგროვილი, მე ვფიქრობ, რომ ამ ყველაფრის მოძიება საჭირო და თავარი არის, რომ დაბრუნდეს ის გაძარცული რეალურად ნაძარცვი, რომელიც მათ წაიღო ხელისუფლებიდან, თორე ჩვენი თვითმიზანი ნამდვილად ხელისუფლების და ხალხის არ არის, ხალხი ყველა ციხეში გაუშვა. თავარი არის, რომ ქვეყანას დაუბრუნდეს ის ქონება, რაც ამ ხალხმა მოიპარა წლები.